უკნარში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტის საბოლოო დეესკალაციისთვის სამოქალაქო სექტორი რელიგიის თავისუფლების სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითხოვს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რელიგიურ ჯგუფებთან და აქტივისტებთან ერთად მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს მუსლიმი თემისა და ქრისტიანული მრევლის მშვიდობიანი თანაცხოვრება. სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებს. ნინო გაზელიანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნინო, რატომ ითხოვენ რელიგიის სააგენტოს გაუქმებას? კეთი, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით სახელმწიფო რელიგიურ მრავალფეროვნებაში ხედავს პრობლემას და საფრთხეს. ამ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ თავად სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა არის საფრთხის შემცველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კი არის სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელი. ხელისუფლებას გააცნობიეროს მისი პოლიტიკის პრობლემურობა, სისტემური ჩავარდნები და დაიწყოს ღია და დემოკრატიული რეფორმის პროცესი, რაც ჩვენი შეფასებით პირველ რიგში მოითხოვს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას, რომელიც გახდა ბარიერი ამ საკითხებზე სალაპარაკოთ, ამ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან რათა დისკუსიის გასახსნელად. ის ახშობს ყველა მცდელობას დისკუსიისა. ჩვენი შეფასებით ეს უწყება არის სუსის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ მან აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციები და არა გარდაქმნას ისედაც არსებული უთანასწორო პოლიტიკა ამ სფეროში. სახელმწიფომ ეს ორმაგი სტანდარტი უფრო დახვეწა და უფრო შეფარული გახადა. ამის მაგალითი არის სახელმწიფო რელიგიური სააგენტოს შექმნა, რომელსაც სამწუხაროდ არაფერი ესმის და ვერაფერს ვერ ხედავს. სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თუმცა რა სახის უნდა იყოს მომავალში მსგავსი სააგენტო თუ საბჭო, ამაზე მათი აზრით საჭირო არის კონსულტაციები კომპეტენტური პირების ჩართულობით. ისინი საკუთარ მოთხოვნებს უახლოეს დღეებში უკვე გადაუგზავნიან წერილობით პრემიერ გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს თალაკვაძეს. მადლობა, ნინო გაზელიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.